ჩვენ დღევანდელ აკრედიტაციას გარშე ვიწყებთ ქართულ ბანკიდან დღეს 11 ნახევარზე უნდა მოსულიყვნენ აქ პირები და გაეცნათ ანგარიში. აგერ ერთად. გამარჯობა. გამარჯობა. რატო მოხვედი აქ? ხსნე ანგარიშს. სად გქონდა ადრე? ნუ სხვა ბანკში, ბანკში. რატო რა პატრიოტიზმი არის? სოლიდარობას უცხად. ვის? ბიძინა ივანიშვილი. რატო? იმიტომ რომ დაუხურეს ანგარიშები ყოველსაც ჰქონდა გახსნილი. ყველას არა, მაგრამ უმრავლესობას. აი ბატონოდარ საკარი ხსნია ბატონოდარ ანგარიშს ხო? ალბათ თვითონ ხედავთ. თქვენ ხსნით ანგარიშს. აუცილებლად. რატო გახსენით? რა თქვია, რატო გავხსენე? ხო, რა ვიცი, აბა რატო. მაგარა საკითხია. მისე მაინტერესებს. იმიტომ რომ არამზადობა იქით. იქით. ой, ნასკობი გამარჯობა, როგორ განდებით? მადლობთ, კარგად. რა ხდება? რა ხსნით? რა გაკეთეთ? თანადგომის ნიშნად. ვის უცხადებთ თანადგომს? ვის უცხადებ, არ ვიცი? მაინც ხახს უთხრა. ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილს ვუცხადებ თანადგომას და ამის გამო ქართულ ბანკში და რა თქმა უნდა ქართულ ბანკსაც უცხადებ თანადგომას, ბუნებრივია ხო? ხსნი როგორც პირად ანგარიშს, ასევე რასაკვირველია ჩემი ორგანიზაცია. კიდე ვინმე არიან მისით მოსული? კი. აბა თქვენ ხარ? თქვენ იმძანდებით? მე პენსიონერი ვარ. მართლა? რატომ მოხვედით? იმიტომ მოვედი რომ გაზისაც აქ გადავიხადო და საერთოდ თანადგომა მოუცხადო და არ მეშინია? არაფრის არ მეშინია. ყველა ვართ უმუშევრები და პირიქით. რა უნდა გააკეთონ მეტი, ხო? აბა რა. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ახლა ქართულ ბანკის შემდეგ ჩვენ მივდივართ ბიძინა ივანიშვილის სახლთან. იქ პრესკონფერენციაა და ჩვენ ვაშუქებთ ჩვენებურად რა თქმა უნდა აკრედიტაციის გარეშე ამ პრესკონფერენციას. მანამდე კი სატკას ვამოწმებთ უკაცრავად რუსული ჟარგონისათვის. სატკა ბიძინა ივანიშვილის სახლთან ოპერატიული მუქშუშებიანი მანქანები დგანან და ელიან, რასელიან არ ვიცი. ამაოა თუ არა მათი მოლოდინი ესეც არ ვიცით, მაგრამ ნუ ჩვენ უნდა შევამოწმოთ რა ხდება იქ. ჩვენ ხედავთ აი ამ სატკას ძვირფასო ტელემაყურებლებო. გამარჯობათ. ვის ელოდებით? ვის? აქ გაჩერება რო არ შეიძლება? ვის და რეკავთ? ელოდება. კარგი, ეხა ჩვენს დავრეკოთ. გამარჯობათ. გამარჯობა ბატონო გიშო. მე გირეკავთ შალვა რამიშვილი. ეხა მე ვიმყოფები ბიძინა ივანიშვილის სახლთან. და აქ რაღაც ძალიან საეჭო მანქანა დგას. დარღვევით. მუქშუშებიანი და არ იძვრის ადგილიდან და ჩვენ აქ რაღაც ეს რა მანქანა Volkswagen-ია? ერთი დამიგენა ჩალე Volkswagen-ი. სახელმწიფო ნომრები WKW 153. ხო და დგას? მანქანაში ზის და რომ მივედით პასუხი არ გაგვცა დავინტერესდი, იმიტომ რომ აქ ეხლა ჟურნალისტები მუშაობენ და ცოტა ზეწოლის გვეშინია და იქნებ გამოგზავნოთ ეკიპაჟი. რამდენი პირი ზის მანქანა? ერთი პირი ზის, ერთი. არ გველაპარაკება. ხო, კაი, გამოუშვით ვინმე რა. პატრულს დაურეკე უკვე. აი მოვიდა. ბოროტი ხმები ამბობენ რომ კავე ნიშნავს ფიცავ კანონს ვიცავ. რა ვიცი ხა ესეთ დონეზე დაეშნენ რომ ასეთი აბრევიატურებით სარგებლობენ, მე არ ამგონია ეს ბოროტი ხმები იქნება. რაო? რა ხდება რა? იქიდან რომ ისწრობ, აქ კანონს ვიცავთ, აქ ხედავთ რა? აქ არ შეიძლება რომ უცხოები დადიოდნენ. ესენი გვითვალთვალებენ ჩვენ და ჩვენ უთვალთვალებთ ამათ. ეს მანქანა რა. რა სიტყვით ბიზნესზე? ჩემ მეზობელია კაცო. იძახიან რომ მეზობლებს გვაწუხებსო, უკანონო დააშენაო და რა საბრძადებ რა. რა ვიცი ეგრე იძახიან. არა ბატონო, არა. მეორე მანქანა რომელიც ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან დგას და საეჭო არის ეს. ობო 528. ხო არა, აქ მუმიაზე ჩათვალეთ რომ რას უნდა ემსახურებოდეს ესეთი ნაგლი სატკა რომ ალბათ ნუ დგანან და ჩვენ ვართო ეუნებიან რა ბიძინას. სუტრაპარანში არის რეალ ტივის ჟურნალისტი გოგოები. ნუ ეს ალბათ არის ჯერ ავანგარდი სერიოზული კითხავებზე სიუჟეტების გამკეთებლები მერე მოვლენ. აქ ახართ ხო? საქმეზე ხართ? შალვა. ხო, შალვა. ძალიან გთხოვ. რა? ესე იგი მუშაობაში ხელს მიგვიშლი და ეხლა რას მუშაობ? შენთვის აქ ბიზნეს ძალიან ბევრი ფული და მიდი დაითვალე. და უკაცრავად და რა მაინტერესებს ცი? რა მაინტერესებს? წინა ჯერზე უფრო მეტი მომეცდა. ეხლა გაღარიბ და დონაძე თუ რა არის? აი გელოდება ბევრი ფული შალვა. რაც გიყვარს.
ბევრი წვან თუ არა, მე ევროებზე ვარ ორიენტირებული. ჩვენიან, მაგრამ შენ პრინციპში ხა აქ რატომ გახარ იცი ესე, იმიტომ რომ შენ ხო დაუთროლად იღებ ხოლმე ქთამს, ანუ პირდაპირ სიტყვაზე ენდობი ადამიანს. ქთამს არა, გამომძალველი ვარ მე. ხო, არ ვიცი ხარ ახარ ეგ შენ. არა, მე აწი მოგიწოდებ რომ მექთამე ჟურნალისტი ხარ შენ. არა, მე ვარ გამომძალველი. რატომ მეუნები მექთამეს? ჩემი სისხლის სამართლის დანაშაული მდგომარეობდა გამოძალვაში და არა მექთამეობაში. ადი, დაითვალე ხან უხაცდენ, კაი. კი ბატონო, კარგი. იბრძანთ იმუშავეთ. მე ვმუშაობ, შენ წადე. მე რატო უნდა წავიდი? არ შეიძლება რომ ვიდგე. არა, წინაზე იყო 50 ლარიანი და 1 დოლარიანი ძირფას ტელემაღრები და ეხლა არის 2 ლარი. რამე არ მოიპარო ჩემი ჩანთიდან შალვა ავიღე. თონაძის ტელევიზიის ხალხი. ძირფას ტელემაღრებლებო ჩვენ ავდივართ ბიძინა ივანიშვილის სახლის საპრეს კონფერენციო დარბაზში, სადაც მთელი ქართული მედია არის შეკრებილი. აქ რა ხდება, რა არის? რა არის აქ? ეს არის რაც არის. აი ეს რა არის? გამარჯობა. რა არის? ეს არის ინტერნეტ ტელევიზია. ანუ პირდაპირ ეთერში ინტერნეტით გადაიცემა, ხო? გამარჯობა. საიდან ხარ თქვენ? ჟურნალი კვალი ბატონო. აჰა, გააქვთ კითხვა? აუ ეს რამხელა კითხვა. არა, ერთი კითხვა მაგიგვე არა გაწვა, ესე კი არა სამი კითხვა. ისე სოფლის მეურნეობაზე კარგ რაღაცებს იძახის ეს. ნახოთ, თქვენი აზრით? მე მგონია კი. დამოუკიდებელი ჟურნალია თუ მიშისტური? დამოუკიდებელი მიშას არ ავსაუბრებ. რა ვიცი, ზოგიერთ ჟურნალი არის მიშისტური. არის ცნობთ ეს? ჩვენ პრეზიდენტი რო არის. შენ საიდან ხარ? ჟურნალისტთა ასოციაცია. არის ეგეთი ასოციაცია? გამაწევრი არის. გამაწევრი არის. მობრძანდი და გაწევრიანი. რამდენია საწევრო? არაფერი. საპატიო წევრად? კი ბატონო. თავმჯდომარედ? თავმჯდომარე ყავს. მოადგილეთ? სამწუხაროდ მოადგილეთ ყავს. მეორე მოადგილეთ? კი ბატონო, მობრძანდი. არა, ხუნობის გარეშე ვიძახი. მე შალვა რამიშვილი ვარ მოადგილის მოადგილი. ნინო, გააკითხვა? დიახ. რა კითხვა? ოღონდ? ბატონ ბიძინას კი. არა, რასთან არის დაკავშირებული? მან ჯავრდებულებსაც ეხება. მე ვიყავი ჯავრდებული. პირად პატიმრებზე მოგსაუბრე. თქვენ ცოცხლები ხართ კიდე? ომის მერე არც ერთ გამოფენაში მონაწილეობა არ მიღია? მითხრა, თბილისში ხარო. აგული ერისთავებებოდა ბევრს. ვა, რა მაგარია. იფრინდა არსებობს ეს. არსებული. კი. კითხვა გააქვს? კი. რასთან დაკავშირებულია? კითხვა არ მითხრა, მაგრამ. რასთან დაკავშირებულია და მაღალ ეშელონებთან და მათ პერსპექტივასთან. ეკი. გამარჯობა, როგორ ხარ? ქონდა ჩვენ შეხება პროფესიული? ჩვენ ქონია პროფესიული შეხება? როდის? არ მახსოვს, შენ უნდა გახსოვს. არც მე არ მაქვს. ყველანი გავხართ ერთმანეთს, ITV, Real TV. არ შეიძლება არ აღინიშნოს დღეს ჩვენს პრეს კონფერენციას ეწევა ქართული პრესის ერთ-ერთი ლიდერი ჟურნალისტი გიორგი მამაცაშვილი. გამარჯობა გიორგი. თქვენ ბრძანდებოდ კითხვას ვაო, რამე შაუბნელ კითხვას. რა თქმა უნდა, კითხვის დასმის საშუალება შაუბნელზე ექშენი ერთი წუთით რა. შენ ფოტოგრაფი არ ყავს ამით რო დადიხარ? ღარიბი გაზეთი. ფოტოგრაფი მყავდეს, მე ფოტოაპარატის არა, ნუ არ ვიცი, არ ენდობი ფოტოგრაფი. და შუაში არ ვენდობი, მე გადამიღე, ამბობს ასურათს გადამიღე. ერთ სურათს გადამიღე რა. ხო გინდა? მაინც არ დაიბეჭდება რედაქცია გაზეთში. გადაიღე რა. ხედავ? აი. გადაგვიღე რა, რა პრობლემაა. მე გადაგიღე. მე დავბეჭდავ გადამედების გარეშე გადაგიღებ. შენ გადაგვიღე ერთი ფოტო რა. მე გამოვალ კონსალტანტი. თავისუფალი გაზეთის კი არა და რა ქვია? კი, თავისუფალი. ხო, რაც არის? რა ქვია? ამონა. გვარი? ლექსვერიძე. რაო? სადაური ლექსვერიძე ხარ. მეჭყუმელი. მეჭყუმელი. თამონა ლექსვერიძე და მე. მასპინძლის ღიმილი რატომ ხარ? მასპინძელი ვარ და იმით. ბატონო? მასპინძელი. წერე ხარ. ჩაწერე რა. ზემოდან უნდა გადმოხედოთ ბრძოლის დროს. კი არნახული მზადება არის პრეს კონფერენციისთვის. ზირთად აკეთა ფლანგი უჭირავს სამთავრობო ტელევიზიებს, იმედი, Real TV, რუსთავი 2. იქით კიდე ბეჭდური პრესა არის ალბათ. შეკითხვა გააქვს ხო? ძალიან ბევრი შეკითხვა მაქვს. შეიძლება ვერ გასვა, იცი? იცი რა, შეიძლება ვერ დავსვა, მაგრამ ჩემთვის მე არა ვარ დღევანდელი ამბის მთავარი მოქმედი გმირი. შენ გიყვარს ხოლმე შალვა ახალი ამბები შექმნა, მეც მიყვარს. თავისებურად ბიძინა არის ჯერ ეს ერთი მთავარი მოქმედი გმირი და ასევე იმ ტელეკომპანიების წარმომადგენლები, რომლებისგანაც მოსალოდნელი პროვოკაციები. მოსალოდნელია? კი, მოსალოდნელი და მე უბრალოდ ვიქნები ამ ყოველთვის მაყურებელი, რომ მართალია. სამომავლოდ ჩემი დასკვნები გამოვიდან. მარტივად შენ კი არ გევასება როგორც ბევრ ჟურნალისტს რომ შენი პირადი მოსაზრებები. მიშა თუ ივანიშვილი, რომელი? იცი რა, მიშა უკვე ვნახეთ და ივანიშვილი მოკლედ მიშა თუ ივანიშვილი? უფრო ივანიშვილი. ხედა, ელისო ჩაფიძე. In action. ჩვენ წინაშე არის ჯაშუში ფოტოგრაფი, რომელიც კვლავ არისვენებს, სად არის შენი ფოტოაპარატი? და იღებს ისე ფოტოებს. მომისვინე. კინის კარების ჯახუნი, არ გესიზება? კინის კარების ჯახუნი არა და ტესტაც არ უსურვო. მოდი ხეთ რაღაცას გეტყვი.
ბოღმა ხო არა გაქვს რამე. მე მაგალითად ვიღაცებზე მაქვს. ოღონდ ვცდილობ რომ ვებრძოლო და შეშნად მითხარი ხა არ დაიწყო პაციფისტური რაღაცები. პატარა ბოღმები ხო გა? პატარა ბოღმები გაიხსნა. პატარა რო იყოს იგი არ პატარა. ო, კაი. შენ გაქვს შეკითხვა? შენთან? ჩემთან არა. შენთან კი. ბიზნესთან? მაქვს. რა შეკითხვა? რასთან, ნუ რა სფეროდან მე არის? სისხლის სამართლებრივ პოლიტიკასთან დაკავშირებით მაქვს შეკითხვა. კაი, ეგ არ მაინტერესებს. ჩემთან რა შეკითხვა? შენთან ბევრი შალვა მე ცალკე შეგიკითხე. მართლა? ინტერვიუს აიღებ ჩემთან? აი ძვირფასო ტელემაყურებლებო ხედავთ. მიძინა ივანიშვილის აივანზე ვართ, ბალკონზე და იქით მიშას სახლი ჩანს, გადმოდგება ხოლმე. ივანიშვილი უყურებს მიშას და მიშაც უყურებს ივანიშვილს. პირდაპირ ხედვა რო არის იქით, დაახლოებით. რა შეგიძლია თქვა აი ამ დაპირისპირებაზე სასახლეებს შორის? ეს ჯობია. ეს ხედი ჯობია. არა, რა თქმა უნდა. აი სად იცხოვრებთ? აქ თუ იქ? იქიდან უკეთესი ხედია. მართლა? იქ ანუ ეს ჩანს იქიდან. ხო, ეგეც არის. ძვირფასო ტელემაყურებლებო თითქმის დაიწყო 10 წუთში დაიწყება ივანიშვილის პრესკონფერენცია. თქვენ ხედავთ აი ფლანგს რუსთავი ორის იმედის და რეალ ტივის ჟურნალისტების ხედან დარჩა 5 წუთი. ძალიან ბევრი აწეული ხელია თვითონ ტელემაყურებელს, მაგრამ 170 200 რამდენი ჟურნალისტია? 170 ჟურნალისტია და აქედან ახლა 40 წუთის მანძილზე მოახსრებს 12-13 კაცი. ბიძინა, თქვენ პირველ სამეთხეს განცხადებაში თავს დაესხით ჟურნალისტებს უკლებლივ ყველა ტელეკომპანიისა. ამ მეთოდით აპირებთ თქვენ მომავალში ჟურნალისტებთან ურთიერთობის გაგრძელებას. ამით მხოლოდ დამატებით შენიშნა მილეცი ტელევიზიას, რომელიც საბედიეროდ ეს მეთოდობაში ყავს მაესტრო და უკაცრავად, რომლებიც საბედიეროდ ეს არსებობენ, მაგრამ იმ წინა შეცდომებსაც არ პატიებით და მიუთითებით. თუ ხართ ობიექტურები, იყავით ბლოკ ობიექტურები და არა ნახევრად ობიექტურები. მაგრამ რაც შეეხება თქვენს არც და ის თამაშებიც რასაც თქვენი არქი აწარმოებდა ამ 2-3 კვირის განმავლობაში საზოგადოება ძალიან კარგად ყველაფერს ხვდება და კითხავს. ძვირფასო ტელემაყურებელს აქეთ კიდევ ლაივ სტრიმინგი არის, ეს არის ხო ლაივ სტრიმინგი? ჩვენ ხედავთ ლიკა ბერაიას იმედის ჟურნალისტს, რომელსაც გადაეცემა სავარაუდოდ სიტყვა. თქვენ ასევე ისიც ბრძანეთ, რომ პუტინისგან დემოკრატიულ რეფორმებს ელოდებით. რა გაძლევთ ამ განცხადების გაკეთების საფუძველს და თქვენ რას თავაზობთ პუტინს? მოგახსენებთ. შენიერი შეკითხვა მერტმანი. თქვენი გუნდიდან თუ არის ისეთი ადამიანი, ვისაც თქვენ გარეშე მიანდომ პროცესებს თქვენი მოგახსენებთ, მადლობთ შეკითხვისათვის. რა თქმა უნდა, პარალელურად ჩვენ ვახორციელებთ ასეთ შემთხვევებსაც განვიხილავთ. ძვირფასო ტელემაყურებელო რეალ ტივი დასვას ახლა შეკითხვას. იქნება თუ არა ეს შეკითხვა ჯადოებზე. რეალ ტივი ძალიან საინტერესო. მოგახსენებთ. თქვენი ტელევიზია ძალიან არაორდინალურია და მე ჩემი პასუხებით მეშინია რომ მკითხავებს არ წავართვა ადგილი და უხალხოს გადავტოვო. და სხვათა შორის მერაბიშვილზე უფრო მაღალი წარმოდგენა მქონდა ამასთან დაკავშირებით. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. ძალიან დიდი როლში გამოსცემდა მომავალზე პარლამენტის პასუხისმგებლობა. შევხვდებით, ძალიან საინტერესო კითხვები გქონდა. აუცილებლად შევხვდებით. ასე დამთავრდა პრესკონფერენცია ძვირფასო ტელემაყურებლებო. ეხლა გავესაუბროთ მონაწილეებს. მაყოფილი ხარ პრესკონფერენციაზე? ხა? მოგეცათ მუშაობის საშუალება. თუ უკომენტაროთ. პირველი არ ხარ? მეორე. არა, პირველი. ანუ ვერ მიიღეთ პასუხი? მიიღეთ პასუხი, მაგრამ მინდა და დაზუსტება, იმიტომ რომ ეს პასუხი იყო ზოგადი და არა კონკრეტული. ლიკა, მოგეცას მუშაობის საშუალება? მუშაობის საშუალება მომეცა, მაგრამ ძალიან ცოტა. და როგორი კაცია შენი აზრით? აი ესე, ქარიზმატულია, გაკაჩავს თუ როგორ ფიქრობ? ჰა, ლიკა, მითხარი. შენ როგორც გამოსწილი ტელევიზიონში კი ისე მაინტერესებს. დავსვი და პასუხით მოისმინეთ, მაგრამ უბრალოდ მე მინდოდა რომ ჩავკითხოდი უფრო კონკრეტულად და ამის საშუალება. და თვითონ გაკაჩავს როგორც ტელედეპატიორი? ლიკა,
მიპასუხე, ნუ მიდიხარ ასე. ფუნდამენტური შეკითხვა ბლეღურებზე. რეალტივი დამწყევლის, ხო რომ მივიდო ჯადოს გამომიგზავნის, ხო? ამ ფულს მაძლევენ, ან ჯადოს მიგზავნიან რეალტივის ტიპები. რა გააკეთა? ჩახადა. ვინ? ივანიშვილმა. ვინ? ვინ და ჟურნალისტებს. ძალიან ბევრს. უკაცრავად მე პირველ არხს პირველ. ხო, გასაგები. Телевидение или радио? Russia Today. Russia Today. Ну как вам понравилась пресс-конференция? Я не могу отвечать. Не можете? Ეხა მევწე ბროლაძეს, მიდია ჯერ მეკწე. არ უსმე, შენ დასვი ძალიან ცუდი შეკითხვა. მაესტროს ჟურნალისტმა დაშვა ყველაზე ცუდი შეკითხვა რა. Real TV ჟურნალისტმა დასვა უკეთესი შეკითხვა ბეღურებზე, ვიდრე მაესტროს ჟურნალისტ. სირცხვილი და თავის მოჭრა. კრეტიმში ბჯობლის ნათემხივრალებზე და ხო და რა არის? აი ეს არის მაესტროს ჟურნალისტი, რომელსაც დასვა ცუდი შეკითხვა. როგორ იყო ეს პრესკონფერენცია? აი ხვალობა არ მინდა. აი TV და აკრედიტაციის გარეშე საკეთებთ კიდე? მე თქვენზე ნაწყენი ვარ. თქვენ გააკეთეთ ჩემი გადაცემის კალკი. ხო გახსოვს რომ გააკეთეთ? ხო რატო გააკეთეთ? საავტორო უფლებები დაარღვია. შენ ახლა მოვიდა იმ გადაცემის ავტორი და გთხოვა. არაფერი არ მთხოვა, უარი უთხარი. რაზე უთხარი? ამა ჩემი გადაცემაა და უნდა მეთქვა უარი. შენ ესე უთხარი რომ, შენ ესე უთხარი რომ ამ გადაცემას აკრედიტაცია არა 12 დაარქვია და ეხლა დავარქმევ 12. არ მithქვამს. არ მithქვამს. აქციაზე იყო ეგ. ძირს ვანო მერაბიშვილი. მკითხე რომ ეს ძირს ჩვენ შეხება თუ შენ თავი არის კაპანაძე რო არის შავი კაცი. ძირს კაპანაძე. ძირს აკაშვილის დიქტატურა. ნუ იღიმე ახლა უნდა მიიღო სხვა სახე რა. კაი, მოდი. ჩვენ შეხება და გახსოვს. მე და შენ შეხება არასოდეს არ არა. ქართული პარტიის ლიფტში დირექტორების მისაღებად რომ ხო ეროსისთან რომ მივდიოდი. ეხა ბიზნესთან მოვიდე. შენ ოპერატორებსაც ვიცნობ ისე. ეხა ბიზნესთან მოვიდე. აი ტივის სახელით სარგებლობდნენ რომ კადრები გადაეცა. ეგენი, აბა ცუდები ეგენი. დუტ მამა. ძალიან ცუდი ოპერატორები არიან. ჯერ ფოკუსს ვერ ასწორებენ და white balance-ის გასწორებას არ შეუძლია. აბა რა. აი ტივი არის პროფესიონალური. ერთი წუთით რა, კაჩე, ჩამწერი. მოდი რა, პრესკონფერენცია როგორ მოგიწონებ? ხო და გითხრა, მაინც ერთი წუთით გაანები მაგოგოს. შენ ციგიო ხარ? მე პრესაჯი ვარ. პრესაჯი. სირცხვილი თავის მოჭრა. მე და მიპასუხე დაგისვა ხუთთან ახლა. არის მოსავალ შალვა. მაყოფილი ეს მიკროფონი გაწიე. ეხა შენ ეხა თავში დამატყავ რა. მე გვისვა და მე თუ გინდა შენ ჩამწერე, მაგრამ ჯერ მე და ჩაწიე შენი მიკროფონი. აი შენ მინდა რომ არ მინდა. ეშინია? სად დაინახე რესპონდენტს ასე ედოს რა გინდა, უჩვეულო რესპონდენტი ვარ. ნახე შეხედე. მოგეწონა თუ არა? ძალადობა რა. მოგეწონა თუ არა? მაყოფილი ხარ თუ არა დღევანდელი პრესკონფერენცია? არა, ძალიან უკმაყოფილო ვარ. რატომ? მე ველოდებოდი აქ რაღაც სხვა რაღაცას და სხვა რაღაცას ვნახე. რას ელოდით? მე ველოდებოდი წლამ შვიდ პრესკონფერენციას და აქ კიდევ იყო როგორ გითხრა, ერთ და იგივე კითხვის მრავალჯერ დაცვის მცდელობა. თქვენი ეს პრობლემა, ანუ ხელმძღვანელების და წამყვანების. რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის კონტროლირებადი ჟურნალისტების პრობლემაა. რომელი იყო მიხეილ სააკაშვილის? შენ ხარ მიხეილ სააკაშვილის მიერ კონტროლირებადი ჟურნალისტი. შენ ვის მიერ კონტროლირებადი ხარ? აბა შენ მითხარი. შენ გეცოდინება ჩემზე. მე ვარ თავისუფალი ჟურნალისტი, საკუთარი თავის კონტროლირებადი. თავისუფალი ჟურნალისტის უხარ ყოველდღე აქ რას აკეთებ? ყოველდღე, ზუსტად იცი რომ ყოველდღე აქ ვარ? აი აკრედიტაციის გასატანად რო ვიყავი, მე და ნინოცა აკრედიტაციის აკრედიტაციის გასატანად რო ვიყავი. გაიტანე აკრედიტაცია? რითი გაიტანე? ვიდა დაარტყი და გაიტანე. ვიყავი, მაშინაც აქ იყავი, ყოველდღე აქ ხარ და თავისუფალი ჟურნალისტი. ერთი წუთით რა. კაი, კარგად იყავი, კარგად დავიმართა. აჰა. ამის მე რომ ვიცნობ და გახსოვდეს საით რატომაც გიღიმი ესე ირონიულად. რატომ იღიმი? იმიტომ რომ ერთი პოლიტიკური პარტიის ოფისიდან მეორე პოლიტიკური სამომავლო პარტიის ოფისში გადმოხვედი და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს. აი ტივი მეუბნება მაგას. კაი, გენაცვალე. მაშინ ჩემზე არ უნდა ილაპარაკო. ჩვენ დავამარცხეთ მიხეილ სააკაშვილის დიქტატურას და აი როგორც აი ტივი ჟურნალისტებს გაუშვებთ ტყეში თავისუფლად, რომ ინავარდნენ. დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა არ არის ერთი პარტიის ოფისიდან მეორე პარტიის ოფისში სირბილი ჩემო. შენ ოფისებში არ ყოფილი ხარ? არა. კარგი. მივიღებ ამ შენიშნას. კარგად იყავი, წარმატებებს გისურვებ და ამას არ ამოჭრი აკრედიტაციის გარეშეში. შემო საერთოდ არ გაუშვებ. თუ არ გაუშვებ, მაშინ არის. თუ არ გაუშვებ, არის, მაგრამ თუ იქნება გიჩვენე. სად მიჩვენე? რატო უნდა მიჩვენე? ვანოსთან მიჩვენე. აი. აი ესეც სასაცილო რაღაცები არის. ხდება აქ ფოსტელო. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ამით პრესკონფერენციიდან ჩვენი აკრედიტაციის გარეშე მთავრდება. მომავალ შეხვედრამდე იქნება ორ შაბათს 22 საათზე და 30 წუთზე. ნახვამდის.